19 მაისს ქალაქ რუსთავში გაიმართა იუმორისტული ფესტივალი სკოლებს შორის. დასკვნით ეტაპში მონაწილეობდა 4 გუნდი. გაიმარჯვა 22 სკოლის გუნდმა Hangover-მა. სპონსორებმა გამარჯვებული გუნდი დააჯილდოვა. ხოლო ტელეკომპანია STV-მ თავისი სიმპათია გამოავლინა და საჩუქრად საეთერო დრო გადასცა. ტელეკომპანია STV-საც აქვს საჩუქარი მოვუსმინოთ. მოგესალმებით, მადლობას გიხდით ყველას, კარგი გუნდები იყო. ესე იგი, STV-მ დააწესა შემდეგი საჩუქარი. ჩვენი სიმპათიის მიხედვით ავირჩევთ ერთ გუნდს, რომელსაც ერთი სეზონის განმავლობაში გადავცემთ საეთერო დროს. ჩვენი აზრი არ დაემთხვა ჟიურის აზრს და ჩვენ ავირჩიეთ გუნდი ყურში გეტყვი. ეს არის 22 სკოლის გუნდი Hangover-ი. ჩვენ წეს პირველად გამოვდივართ ამ ფესტივალზე და უკვე როგორც ხედავთ, ჩვენი დებიუტი ტრიუმფით შედგა. უკვე მესამე წელია რაც ვატარებთ იუმორისტულ ფესტივალებს. ბავშვები ნელ-ნელა იხვეწებიან, უფრო და უფრო წინ მივდივართ. ახალგაზრდობა გამოაცოცხლა უკვე ბოლო 3 წელია ჩვენმა იუმორისტულმა ფესტივალებმა. ერთ-ერთი სპონსორი იყო Nick Studio ფოტოსტუდია, რომელმაც პირველი 2 გუნდი დაასაჩუქრა უფასო პორტფოლიოებით. დღეს რუსთავის თეატრში გაიმართა კავენის შეჯიბრი რუსთავის წამყვანი სკოლებს შორის. თავიდანვე გამოკეთა 2 გუნდი, 22 სკოლა და 24 სკოლა. გაიმარჯვა 22 სკოლამ 71 ქულით. იუმორისტული ფესტივალი 2013 წლის დასრულდა. დღეს იყო ფინალური ეტაპი, სადაც გაიმარჯვა ნომერ 22 საჯარო სკოლის გუნდმა Hangover-მა.